მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო YouTube-ელებო. იმედია კარგად ხართ. აი, ამოვიდა მზე, რა კარგია, გამოანათა მზე მოამაზესად. გაგვათბოს, აგვავსოს სასიცოცხლო ენერგიებით, დაგვატკბოს ჩვენმა ლამაზმა მზემ. ეხლა პირველ რიგში მადლობა თქვენი კომენტარებისთვის. იმისთვის რომ მიყურებთ, იმისთვის რომ შემოდიხართ ჩემ არხზე, მისმენთ, მილაიქებთ, მიკომენტარებთ, ყველა თქვენთაგანს უდიდეს მადლობას გიხდით. ტრადიციულად დავიწყოთ ჩვენი გაშლა, ჯერ პირველ რიგში ნახავ რა თქმა უნდა ენერგიებს, ზოგად საჯაროს, გლობალურად და მერე მარტის თვე მაინტერესებს, რა სიტყვით აბა? ახლოვდება გიჟი მარტი, რო იტყვიან, ხო? და ნახოთ აბა მარტის თვის ტენდენციებიც გადავხედოთ. ეხლა ორი დასტა ამოვიღე. აი ესეთი ვარიანტებია რა. მაგრამ ჯერ ენერგიებს ვნახავ. ამ ორ დასტას მე დავაწყობ და თქვენ აირჩიეთ. უკვე პირად შეკითხვებსაც დავუსვამ, ხო? თქვენთვის. მოკლედ, ჯერ დავიწყოთ ტრადიციულად ენერგიებით, ჩემო კარგებო. პირადია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ რა ვქნათ, ვერ გავექცევით სხვა თემებსაც, გვინდა, არ გვინდა. უნდა სხვა თემებსაც გადავხედოთ, აბა. გითხარით, თუ შეიძლება გავანწერილეთ დღის ენერგიები მთლიანობაში როგორ იქნება. ენერგიები, ვინც ამ ვიდეოს უყურებს და შემოსულია, როგორ ენერგიებშია ის. სტაბილური, გრძნობით სავსე, წარსულ სიყვარულს მისტირით, წარსულ გრძნობას, წარსულ ადამიანს, ვისთანაც გქონდათ სიყვარული, შეიძლება ბავშვური ნამდვილი. მაგრამ ამით გაიმედებთ დღევანდელი დღის კარტები, რომ მზე გამოანათებს. რა ვთქვით თავში, დასაწყისში, რომ მოვა მზე, ანუ გამოანათა მზემ, გაგვათბო მზემ, სასიცოცხლო ენერგიებით აგვავსო მზემ, რას ნიშნავს? ადამიანს ემატება ენერგია, სასიცოცხლო ძალები. თუ კი რამე ნეგატიურია, ფიქრებიდან დაწყებული, ისეც მზე წვავს, ხო? ნათელი ბნელს ფანტავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ბნელი, ანუ ქრება ბნელი, ხო, ფაქტიურად და სინათლე ისადგურებს მთლიანად. ყველგან სინათლე არის იგივე სიმართლე. და სინათლე არის ის, რომ შენ ვერაფერს ვეღარ დამალავ, ანუ ყველაფერი რო ჩანს, ხო? ყველაფერი რო აშკარაა და ცხადია. მოკლედ, ცუდი ენერგიები არ არის უბრალოდ გულდაწყვეტა გაქვთ. აი, ადამიანი პასიურ, პესიმისტურ განწყობაში როა, ხო? აი, წარსულ, თქვათ, სიყვარულს, გრძნობას, ბავშვურს, ნამდვილს რო გაიხსენებს. არ ვიცი, რატო იხსენებს წარსულს, სულ ვიმეორებ, რომ წარსული მეთქი ამოიგდეთ როგორღაც, მაგრამ, ამოვიდა ეხა ესე. აი, ახან ამოვიდა. მაშინ რას ურჩევენ? ეხა ვინც წარსულ სიყვარულს ასე იხსენებთ, ხო, აი თქვენ თუ ხართ ესეთები. რომ მოგეძალებათ ზოგჯერ ესეთი ნოსტალგიური ფიქრები და გაგახსენდებათ თქვენი წარსული სიტუაციები, აი რას გირჩევენ ამ წარსულ სიყვარულთან დაკავშირებით. რჩევა თქვენთვის. კი, ნამდვილად ეს იყო ძალიან დიდი სიყვარული. ეს იყო პარტნიორული ურთიერთობა, საყვარლობა. მაგრამ ყველაფერი ძალიან ისე ცუდად დამთავრდა. სიკვდილის კარტი ამოვიდა. ან პირდაპირ გაგებით, ან
ჯვარი გწერიათ და დამთავრდა, რომ წავიდა ეს ადამიანი დაშორდით, ან დიდი ტრანსფორმაცია განიცადეთ თქვენ გულგაცრუება ამ ადამიანისგან. აქ ხა შეიძლება მეორე ვარიანტიც ამოვიკითხო, რომ რაღაც ურთიერთობაში იყო კიდე მესამე პირი. ანუ ბევრი რაღაცა შეიძლება ვთქვა, მაგრამ თავარია რომ ცვლილებები დადგა, წარსული უნდა დაივიწყო, იმიტომ რომ მკვდარია წარსული, ნახე? ვერ გააცოცხლა. კი, გასაგებია რომ კარგი იყო რაღაც ის ეს, მაგრამ ავიდა რა. ვიცხოვრეთ დღევანდელი დღით და ახლო მომავლით. ოღონდ კარგი ახლობა მავლით. კაი, გადავედით აი ესეთი ორი დასტა მაქვს და ამ ორ დასტაზე ვაპირებ გავშალო მარტის თვის ზოგადად, ხო, სიტუაციები. აი რჩიეთ ახლა ერთი, მეორე. მე დავიწყებ გაშლას, თუნდაც უყურეთ, გრძელი გაშლა არ გამომივა, იმიტომ რომ მარტის თვეა და ზოგადად შევიკითხები კითხვებს, ხო? უბრალოდ მარტისთვის ტენდენციები. ან ორივე ვარიანტს მოусმინეთ. მოკლედ თქვენ გიქ რომელიც გავხარდეთ. ასე რომ აი ესეთი Gilded Tarot card პირველი ვარიანტით ვიწყებ, მეორეს გადავდებ, თუ ჩანს არ ვიცი. აი ეს არის პირველი ვარიანტი. და ნახოთ ახლა ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი, მარტის თვე, როგორი იქნება ამ ადამიანისთვის, ვინც ამ ვიდეოს უყურებს, The Gilded Tarot card, რომელიც ჩეტის ვთხოვ. მარტის თვის ენერგიები, ტენდენციები, სიტუაცია, მარტის თვის ენერგიები, ტენდენციები, სიტუაციები, როგორი იქნება. და მაინტერესებს პირადი მარტისთვის, თქვენთვის და ასევე ფინანსური სიტუაციები როგორი იქნება. მარტი. და რჩევაც რა თქმა უნდა, რჩევაც. დავიწყეთ ენერგიებით, თლიანობაში ზოგადად. ანუ ეხლა უყურეთ ენერგიები ამოვიდა ისე ფულ, ანუ ახალი დასაწყისი, შეიძლება თავიდან დაიწყოთ რაღაც, აქ ამოდის ვალების გადახდა, ფულის გადახდა, ქველმოქმედება, ანუ გეხარჯებათ, აი რასაც იღებთ, თითქმის არაფერი გრჩებათ და ხარჯავთ. მაგრამ აქ ჩანს ის, რომ აქტიურად უნდა იყოთ შემართული, ანუ როგორც აქტიურს ისეთ იყურებთ კარტი, პირადში ამოდის ადამიანი, ახალი ადამიანი, ან შეიძლება ძველია, მაგრამ განახლებული სიტუაციით, რომელიც ისევ გიდგათ გვერდით და გრძნობით სავსე ხართ. აი ფინანსებზე ვნახოთ ახლა. ძალიან დიდი გულგაცრუება გაქვთ ფინანსებზე, რაღაც ჩაკეტილობა, რაღაც აი იმიტომ რომ რაღაც გადაწყვეტილების მიღება საჭირო თქვენი მხრიდან და გზებია ჩაკეტილი, არ ვიცი რა გზა ჩაიკეტა. ყოველ შემთხვევაში ესე ჩანს ჯერჯერობით. დავამატებ აბა ფინანსებზე დავეკითხები, რატოა ჩაკეტილი მარტისთვის ფინანსების საკითხი, თუ შეიძლება დამიკონკრეტეთ ზოგადად, ხო? რატოა ჩაკეტილი? ანუ პარტნიორის სიტუაცია ამოდის აქაც, აი ბიზნეს პარტნიორი, ბიზნეს სფერო, ნახეთ, რატოა ჩაკეტილი და თქვენ მარტო რაღაცა სიტუაცია ისეთი ბიზნესია, ხო, ან სამსახური, ან კარიერა, თქვენ მარტო კი ხართ ახლა ჩანს აქ აქტიური და შემართული ადამიანი, მაგრამ ამ სიტუაციას ვერ მოაგვარებთ, იმიტომ რომ გჭირდებათ უფრო გავლენიანი დამხმარე და ამ შემთხვევაში კიდე ერთი თვე მოგიწევთ, ეს კარიერას ეხება, ან თუნდაც ბიზნესის რაღაც მართვას, ან თქვენი ბიზნესის გახსნას თუ აპირებთ, ხო? მარტო ვერა, ანუ ვიღაცა გჭირდებათ და ჩანს, გამოჩნდება, ანუ ინვესტიცია ჩაიდება, ანუ ჯერ არაო რა. მარტის თვეში ალბათ უნდა მოძებნოთ ვარიანტი, ან დააწყოთ თქვენი გეგმები და რა ამოდის, ნახეთ, ამოდის ის, რომ გექნებათ სამსახური, ანუ სამსახური როგორ იმუშავებთ თქვენ საკითხთან დაკავშირებით, თქვენ სიტუაციასთან დაკავშირებით.
და ცოტა ხანი ეს მარტის თვე გაანალიზეთ, იმიტომ რომ აქ ამოდის მაინც განდეგილის კარტი, რაც ნიშნავს იმას, რომ უნდა დაფიქრდეთ კარგად, გადახედოთ სიტუაციას, 9-ჯერ დაფიქრდე და ერთხელ გაჭრა, ესეთი ვარიანტი, იმიტომ რომ მაინც განდეგილია და თქვენ თავს დაეკითხეთ სინამდვილეში რა გინდათ, როგორ აპირებთ, რაღაცნაირად დაპაუზებულია მარტი, არ არის ძალიან აქტიური. რო გითხრათ და აბა გითხოთ მაინც რა უნდა გითხოთ თქვენ თავს. რას მიგანიშნებთ სამყარო მარტისთვის და ნებაში. მარტის თვე. რატომ უნდა გაჩერდნენ? თქვენ თავს უნდა მიხედოთ უფრო, ნახეთ ძლიერი ქალი ხართ, გადაიღალეთ, ბევრი ენერგია ჩადეთ და აქ გამოდის, რომ უფრო პოზიტიური ენერგიები, რას ნიშნავს? მეგობრები, ცოტა დასვენება, გართობა, ხალისი. ესეთ სიტუაცია უნდა გააკეთოთ მარტში. მართებულიც არის ხა დედის დღე მოდის და ქალთა დღეც, ხო? გახვიდეთ რა, ცოტა ხანი დაივიწყოთ. თქვათ, რომ რაც არის კაცო მოვაგვარებ და რაღაცა გადაერთოთ ესე. სიამოვნების მიღება, ოღონდ კაი გაგებით, რა თქმა უნდა. მორჩევა რა იქნება მარტისთვის, პირველი ვარიანტისთვის. მორჩევა მარტისთვისთან დაკავშირებით. ასე თქოდით. სიყვარული. მოდის ადამიანი. ახალი დასაწყისი. ვინც პირველ ვარიანტს უყურებს და ჩაიფიქრა, ამოვიდა ორმხრივი სიყვარული. აქ ამოვიდა ახლა ადამიანი, შეიძლება ასაკით პატარა არ არის, ესე ამოდის, რომ პატარა ასაკით, ან თქვენ ხელა, ან თვითონ არის ბუნებით ბავშვური. ესე ხედავს სამყარო ამ ადამიანს. მაგრამ შეიძლება ვიგულისხმოთ ისიც, რომ ახალი დასაწყისია, გზა. ახალი რაღაცა ურთიერთობა, ძალიან ისე კი არა, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არა, პატარა, ვითომ უმნიშვნელო, ვითომ შემთხვევით, ვითომ რაღაც, მაგრამ ესე დაიწყება და თქვენ, რაც თავარი ამოხვედით, ძალიან კმაყოფილი. შეიძლება თაყვანისმცემელი გაგიჩნდეთ ესე, ან სოციალში, ან რაღაც მოგწეროთ, რაღაც, რაღაც. ხო გესმით ესეთი და თქვენ ეს ძალიან სტიმულს მოგცემთ რა. კარგია. ესეთი და შეიძლება გადაიზარდოს სიყვარულში თუ არ არის გამორიცხულიო და თქვენ გულს, თქვენ ინტუიციას მიყევით. პირველო ვარიანტებო თლიანობაში ხა მარტის თვე. არ არის ცუდი, გავამახვილოთ ყურადღება უფრო დადებით პოზიტიურ ენერგიებზე, რას? უფრო იმხიარულეთო რა, ესეთი რაღაცა იყო, გადავდებ ხა პირველს და გადმოვედი მეორე ვარიანტთან. მადლობა პირველებო, თქვენ იცით, იმხიარულეთ. და ამ მხიარულობაშიც სიყვარულით შემოაბიჯებს. ნახოთ ახლა მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა, ეს არის ეს ჩვენი წლის ბორბალი. ამას გავხებ და ამას დავდებ ისე რომ ჩანდეს თან, ხო? უყურებდეთ. აბა ვინც მეორე ვარიანტი აირჩია, გითხრან მარტისთვის ტენდენციები როგორი იქნება. მარტისთვის ენერგიები. მეორე ვარიანტისთვის ენერგიები. სიტუაცია მარტისთვის. პირადი მარტისთვის, ვინც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტი ფინანსები. მარტის თვეში და რჩევა. ვაუ. ბევრი გაქვთ სამუშაო, რჩევა ესეთია. ეხლა გადავხედავ რაზეა საუბარი, აბა. ენერგია. სიყვარულის ენერგია რაო? ძალიან დიდი გულგაცრუება სიყვარულთან დაკავშირებით. ტრანსფორმაცია. ამბავი, გაგიგიათ რაღაც ამბავი. რა თქმა უნდა, ცუდი დამანგრეველი.
შეგიტყვიათ, თქვენ პარტნიორზე, თქვენ სიყვარულს ეხება რა. ან თვითონ ეს ადამიანია რაღაც ესეთ უარყოფით დაბალ ვიბრაციებში და უარყოფით ენერგიებში. ნახოთ აბა ფინანსებში რა იყო. აქაც პარტნიორული ურთიერთობა ამოდის და ახალი დასაწყისი, იმედს გაძლევენ ზემოდან, ნახეთ. უბრალოდ აქ მაჩვენებენ, რომ მუშაობთ და კიდე ბევრი გექნებათ სამუშაო, ალბათ, ეხა ხელდაწყობილი არ ზიხართ, ხო, რაღაცას აკეთებთ და პარტნიორული ურთიერთობა, მაგრამ აქ უფრო მიმანიშნებენ სიყვარულზე, ანუ საყვარლობაზე. რაღაც სიტუაციაში, ხო? თქვენი საყვარელ ადამიანზე. განახლება იქნება, ახალი თვალით შეხედავთ. 3 თვის განმავლობაში უნდა დაგეგმოთ ის სიტუაციები, რასაც აპირებთ სამომავლოდ, ანუ სამყაროსგან იღებთ პასუხს. ნახეთ, როგორც კი მიმართავთ სამყაროს. ჩანს ვარსკვლავები. რაღაცნაირად მინიშნებით მესიჯით, ანუ მესიჯით რას ვიძახი, ხო? თქვენი შინაგანი გრძნობით, ინტუიციით მოდის პასუხები, ხო? მთვარესთან ხართ დაახლოებული, არ ვიცი, აი მთვარის ენერგია, მთვარე რა არის, იდუმალი, ხო? გამოუცნობი, აი ასევე ინტუიცია, ასევე ყველა ის ასე ვთქვათ, ფიზიკური სამყაროს მიღმიერი, რაც იმალება, უხილავის შესაძლებლობებია, ნიჭებია, რაც არის თქვენში, არის, მაგრამ ნახეთ, აქ მაჩვენებენ, რომ ძალიან გაგიცივდათ გული, როგორც კი ეს სიტუაცია მოხდა, ხო? არ ვიცი რა, კიდევ ერთხელ საჯარო გაშლა, ვისაც უნდა პირადი, ქვემოთ იქნება ნომერი მითითებული, WhatsApp-ში, Viber-ში 599258527 და უნდა შევეკითხო, სახელი უნდა ვიცოდეთ თქვენი იმ ადამიანის და კონკრეტულად პასუხს მაძლევს კონკრეტულ კითხვაზე და ეხა ესე ნახეთ სიტუაციას მაჩვენებს, ისტორიას მიყვება, რომ რაღაც ამბავი გაიგეთ, რამაც სიყვარულთან პარტნიორზე არის საუბარი, ან იმის სიტუაცია დაანგრია და იმის პრობლემები აქვს, ხო, დაანგრეული, ანუ აი ესეთი მისიკვდილებული რო იტყვიან და პლუს ტრანსფორმაციას განიცდის, კარმას განიცდის, ზემოდან მოდის ეს ესეთი გადასახდელი აქვს, ხო, რაღაც ვალების, რაღაც სიტუაციების გამო და ამან იმოქმედა თქვენზე, ან გაიგეთ რაღაც ამბავი სიყვარულთან დაკავშირებით მესამე პირი იყო. ეხა მე ვერ ვიტყვი, აქ ხალატი არ ჩანს, მაგრამ რახან მთვარეც ამოდის, რაღაცა ტყუილი იყო, რაღაცა გამოიჭირეთ რა, მოკლედ რა, გამოიჭირეთ და გაგიცივათ გული, ამიტომ მთლიანად ხართ გადართული სამუშაოზე. ანუ კარგი რჩევა მაშინ რა, ბევრი რო არ გავაგრძელო. რჩევას რას ეტყოდით აბა? მეორე ვარიანტს რჩევა მარტის თვე. ნუ დაგვავიწყდება მარტი, გადარეული. რჩევა არის ესეთი, რომ აი იმდენად ინერვიულეთ, რომ რაღაც მომენტში ცუდათაც გახდით ამ ადამიანზე, ხო? და მოგიტანათ ამბავი კაცმა, ანუ მისმა მეგობარმა, მამაკაცმა. და რა გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან? აი თითქოს ის რომ მაინც ავად გახდით, ჯვარი გწერიათ, არა, მაგრამ აი ავად რო ხდები, რაღაც აი ესეთ სიტუაცია იყო. იმ ემოციებიდან გამომდინარე. ნუ კი გიდარდიათ ძალიან წუხილი ჩანს, დარდი ჩანს, ნაღველი, ნერვიულობა. გინდოდათ რომ თითქოს გაგეშვათ ეს ადამიანი. მე თითქოს რაღაცად გაგეყინათ გული, მაგრამ ნახეთ დამთავრებული არ არის მაჩვენებს, ურთიერთობა არ არის. მესიჯი იქნება, ან ისევ შეტყობინება, ან ისევ ამბავი, ისევე ბრძოლა, დაპირისპირება, ოჯახის კარტი ამოდის, ან ოჯახი აქვს ამ ადამიანს და ოჯახში აქვს ეს სიტუაცია, ან თქვენთან მიმართებაში ბრძოლობს და არ ვიცი რას გიმტკიცებთ. თქვენ როგორც ულამაზესი ქალისი ამოდიხართ,
იმპერატრიცის როლში ამ შემთხვევაში. ეს არ არის მისი ცოლი, ეს ხართ თქვენ. ქალი, ადებითი და მიზიდულობის და ყველანაირად აი ესეთი ძალიან დიდი მზრუნველობის ენერგიებით დაჯილდოებული. თან ინტუიცია ძლიერი და დაგილაგდებათ, ეხა ეთქობა რაღაც აფორიაქებულიც ხართ, ეს ბოლო პერიოდი და ფიქრებიც ნახეთ ქაოსში, ანუ კარტი იმიტომ ვერ კითხულობთ, უმრავლესობას ვამბობ, რა ხანესე ამოდის, აბა დაულაგდებათ მარტის თვეში ეს სიტუაცია რაღაცები გაიხსნება თქვენთვის, ანუ დაალაგდება, გაირკვევა? კი. არა ნახეთ სექსუალური დიდი ვნება, დიდი ინტიმი რაღაცა და გაგრძელდება ამ ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც გქონდათ გულდაწყვეტა რაღაც ეტაპით გაივლის, ის ახლა ბოლომდე არ გაივლის, ხო? წყენა, მაგრამ რაღაც ეტაპით უკანა პლანზე გადავა. და რაღაცა ახალი სიტუაციები იქნება ახალი. მოდი მაინც გადავამოწმებ სხვა კარტით. რას ურჩევდით მეორე ვარიანტს? ბევრი დრო წაიღო თქვენმა სიტუაციამ რაღაცა ძალიან ახლართულ ბევრი ადამიანია რა. რაღაც ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ ან ბევრ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა, ან ჩაბმულია ეს ის გადაბმული ერთმანეთზე. რას ურჩევდით მეორე ვარიანტს? ვინც ახლა უყურებს მარტის თვე, როგორი ექნება? მარტის თვე მთლიანობაში ზოგადად. საჯაროდ აი ისევ საყვარლების კარტი ამოდის, ნუ აი რა ვქნა რა. და მამაკაცის იმით რა ქვია, ჭიქით ხელში, ანუ ამ შემთხვევაში სმათ შეიძლება უყვარს და ჩაარტყავს ხოლმე, მარა გრძნობით, ხო? აი შეხედეთ. ეს არის არჩევანის კარტი. ეს არის სიყვარულის კარტი, საყვარლობის კარტი. ეს არის მფარველობის კარტი ზემოდან, როცა თქვენი სიყვარული იმდენად ნამდვილია, როგორი პრობლემებიც არ უნდა იყოს თქვენი მხრიდან, იმის მხრიდან, არ აქვს მნიშვნელობა. ეს სიყვარული მაინც იქნება, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი სიყვარული. აი ესე ამოდის. ოჯახი ყავს, არ ყავს, თქვენ ყავთ, ანუ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის ნამდვილი სიყვარული, ზეციდან კურთხეული და ეს სიყვარული იქნება. ასე რომ აი ესე ლამაზად გემშვიდობებით ჩემო კარგებო. გიყვარდეთ ერთმანეთი.